რაზე გინდოდა დალაპარაკება გრძელ წამწამიანო? არ გინდა დევა. შენს რაღაც ქონია სათქმელი ჯერ შენ თქვი. კარგი. გახსოვს ის დღე, როცა ტბასთან პირველად გნახე? წყალში რომ ჩამაგდე? ხო. სწორედ მაშინ მოხდა რაღაც უცნაური. მაინც რა? წარმოიდგინე, რომ ვიღაცას პირველად ხედავ, მაგრამ ისეთი განცდა გაქვს, თითქოს ამ ადამიანს 40 წელია იცნობ. ასე მოხდა. იმ მომენტში შემეძლო დამეფიცებინა, რომ დიდი ხნის ნაცნობი იყავი. მაგრამ იქამდე ერთმანეთს არ შევხვედრივართ. მართლა? ხო. როცა აქ პირველად მოხვედი, საუნაში გული წაგივიდა. შენს საწოლთან ვიჯექი და გელოდებოდი გონს როდის მოხვიდოდი. ხო, რაღაც მახსენდება. იქამდე კიდევ რაღაც მოხდა. რა მოხდა? სანამ გეძინა რაღაც გამახსენდა. რა გაგახსენდა? კოლონიიდან ახალი გამოსული ვიყავი. ბაირამის დღესასწაული იყო. დედასთან მივედი, გულენდამიც თან წამოიყვანე. მეგონა დედა მიგვიღებდა. კუთხეში ვიმალებოდი. იქვე პატარა გოგონა იჯდა. ხელში შემწვარე ხორცის ნაჭერი ეჭირა და ჭამდა. ვერავინ დამინახა. მე ხომ ყველასგან მივიწყებული ბავშვი ვიყავი. ვინ შემომხედავდა. მერე ხელი გამომიწოდეს. კარგად მახსოვს. გემრიელია. ალბათ მშიერი ხარ, შეჭამე. ხორცი გამოართვი, მაგრამ არ შეჭამე. დასმიეცი. რომელიც დიროდა. ეს მომენტი გახსოვს? მახსოვს. მიგვირს რომ გახსოვს? ეს შენ იყავი? ხო, მე ვიყავი. მე ვიყავი. ის გოგონა ყოველთვის მახსოვდა. ვერ მივხვდი ერთმანეთი ბავშვობიდან უყვართ. ჩემს თვალწინ რა დღეში არიან. თავიდან შენთან მუშაობა მხოლოდ დედა ჩემის გამო მინდოდა, მაგრამ მერე მივხვდი, რომ შენ იმ ადამიანთაგან ხარ, რომელიც ჩემს სიმართლეს, ჩემს სამყაროს ხედავს. შენთან ვალში ვარ. ნეგნი? ნეკნი. ნეკნს რომანტიკასთან რა საერთო აქვს? შენ რისი თქმა გინდოდა? დევა, არ უთხრა. თუ არ ეტყვის, ესე იგი უყვარს. რა უნდა ვქნა? რა უნდა მოხდეს? წასულია ჩემი საქმე. ჟანდაბა. რა მოხდა? აქ რა საკეთებ? გამოვედი სატელეფონო საარისთვის, რომ მეპასუხა იმდენი მწერია ჭკუიდან გადამიყვანეს. ტბიდან მოფრინდნენ ან ხეივნიდან. სცენარეების შესაწამლია იქნებ შენ ძმას უთხრათ. შენ რატომ მოხვედი? ბრენდის პრეზენტაციაა.
მინდა გავიგო დევა და ჩემი ძმა სად გაქრნენ. მაგრამ როგორც ხედავ, შენ უკვე იპოვე. Ama sen benden önce bulmuşsun. Nerede olduklarını. ხომასია. რა ხდება გრძელ წამწამიანო? ერთმანეთს დიდხანს უნდა ვუყუროთ? მითხარი. უბრალოდ ახლა არ ვიცი ეს როგორ გითხრა. Ne kadar doğru მაგრამ gerçekten bilmiyorum. მაგრამ მე ძმაო, გისმენდაო, ყველა მოვიდა. გელოდებიან. ბრენდი უნდა წარმატკინოთ. კარგი, მოვდივარ. კარგი. მერე ვილაპარაკოთ. Geç kalmayalım. დაგვიანება არ შეიძლება. Sonra konuşuruz. მოგვიანებით დავილაპარაკოთ. მეგობრებო, საკმარისია. ასე? კარგი, კიდევ ერთხელ სასიამოვნო დღეს გისურვებთ. მოხარული ვარ თქვენი აქ ხილვით. ჩემთვის დიდი პატივია ბურსაში ტექსტილის მწარმოებელი ღირსეული ადამიანების სტუმრობა. აქ ახალი ბრენდის პრეზენტაციისთვის მოგიწვიეთ. ალო? ეს ტელეფონი დევა ხანიმის არის. დევა მინდოდა, თქვენ ვინ ხართ? მე ჯანანი ვარ ბიძია. დევა თქვენთან ერთად არის? არა, ჩემთან არ არის, წვეულებაზეა. რომელ წვეულებაზე? მისი ახალი ბრენდის პრეზენტაციაა. ყველა მის გამოა შეკრებილი. წვეულება სად არის? გულჯემალის სახლში. დევა ხანიმს ტელეფონი გადავცე? ალო? 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 სიტყვას გადავცემ დევა ნაკაშოღლუს ბრენდის მფლობელს და ჩვენს მთავარ დიზაინერს. Çok heyecanlandım. მაპატიეთ, ძალიან ვღელავ. მინდა განსაკუთრებული მადლიერება გამოვხატა გულჯემალ ბეის მიმართ, რომელმაც ამ ბრენდის დაარსების და ჩემი დიზაინის წარდგენის შესაძლებლობა მომცა. გულჯემალ ბეი. Bravo, bravo. Aplodismentები. ბევრ თქვენგანს უკვე არაერთი წელია ვიცნობ. ისაკ რას აკეთებს?
ზოგიერთი ჩემი მეგობარია. თქვენი აქ ნახვით უფრო იმედ გაცრუებული ვარ, ვიდრე გაგვირვებული. მესმის ჩემზე, რასაც ლაპარაკობთ. საფერფეხლივანს ისე განსჯით, თითქოს თავად იდეალური წარსული გქონდეთ. ხო, მე სიყვარულის გამო შვილები მივატოვე. შესაძლოა ეს თქვენს მორალთან შეუთავსებელია. მაგრამ უკვე ბევრი წელია თქვენთან ერთად ბიზნეს ვაწარმოებ. და მივხვდი, რომ ფულის გამო წარსულს ივიწყებთ. როგორც ვხედავ, დაივიწყეთ. ჩემ შვილებსა და ჩემ სიყვარულს შორის არჩევანის გაკეთება მომიწია. მაგრამ ის მკვლელია. რა? 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 როგორ ჩანს, ფული ამის დავიწყებაშიც დაგეხმარათ. ჩემი რეპუტაცია, ჩემი მდგომარეობა, ყველაფერი მას მიეცით. ჩემი ქმრის მკვლელს. ახლა კი გაერთეთ მისი ფულებით. ამით პრეზენტაცია დასრულებულია. მადლობას მოგახსენებთ. ხომ გეუბნებოდი, ვერ შემეხები მეთქი. და შენ? გოგო, რა ხდება? გეშინია? ახლა მიხვდი, ვისთან გაქვს საქმე? მართალია, ჩემი შვილი შენ არ მოიყვანე. მაგრამ ის საღამოს სახლში იქნება. ჩემი შვილი სახლში იქნება. დევა, როგორ ხარ? დამშვიდდი გთხოვ. ახლა ამაზე ლაპარაკის დრო არ არის, მაგრამ გირეკავდნენ. მე ვუპასუხე, იმიტომ რომ სარი არ წყდებოდა. მამა შენი რეკავდა. ვინ? ვუთხარი, სადაც ხარ?
ძალიან გაბრაზდა. ახლავე სახლში წამოდი, ნახევარ საათში თუ არ იქნები, მოვალ და წამოგიყვან. არ გამაგიჟოდება. უნდა წავიდე. გულჯემალს გადაიცი, რომ იძულებული გავხდი. დევა, მოიცადე, მანქანას გამოვიძახებ. ძმო, შემოდი ვეფა. შენ გამოგანვეცდი. ვიცი ახლა ცუდად ხარ. არა, მშვიდად ვარ. Kötü değilim. ცუდად უნდა ვიყო, მაგრამ არ ვარ. არ მესმის. უკვე მრავალი წელია დედა ჩემი ცდილობს, რომ ცუდად ვიყო. Diye diye. Bana da ამტკიცებდა, რომ მოსტრი ვიყავი, მაგრამ ასე არ არის. ama öyle değil. დღეს რა იგრძენი ძმაო? Peki abi. რომ ადამიანი ვარ. მონსტრი არ ვარ ვეფა. მეც მაქვს გრძნობები. აღარ მრცხვენია მათი გამოხატვა. ეს დევამ მასწავლა. Düşün. წარმოიდგინე მიუხედავად დედა ჩემი საქციელისა კარგად ვარ. Bu kız ეს გოგო შენთვის ამდენად ძვირფასია? მასაც ისევე ვენდობი როგორც შენ. ეს იცოდე. yeter. სად არის? ქვემოთ? არა, დაურეკეს. უთქვამ სასწრაფოდ უნდა წავიდეო, მამა ურეკავდა. ჯანანმა მითხრა. ვიცი, რაც უნდა ვქნა. მამა, გთხოვ, არ გინდა. სად მიდიხარ? ჩემი შვილის წამოსაყვანად. მამა, არ გინდა. რა არ მინდა რა? მამიკო, სხვაგვარად ეს გოგო როგორ შევაჩერო? მამა, გულჯემალის სახლში არ შეგიშვებენ. თუ შეგიშვებენ, სკანდალს მოვაწყობ. სკანდალი უკვე მოვაწყოთ, ხალხი ჩვენ ზურგს უკან ჭორაობს. მამა, სად არის შენი და გულჯემალს ვერ შორდება? მამა, ბიძია იბრაჰიმ, დამშვიდით, კარგი? ჩვენი ოჯახის საქმეში ნუ ერევი. მამა, ნუ ბრაზობ. დევა მოვა და დავილაპარაკებთ. ყველაფერს მოვაგვარებთ. იქ ნუ წახვალ. თავს ნუ დაიმცირებ. არა, უნდა წავიდე. მამა, მამა, ყველაფერს აგიხსნი, კარგი? Sana tamam mı? რაზე ფიქრობ? არ გწხვენია ჩემ ზურგს უკან რომ მოქმედებ. ხომ გთხოვე წყობიდან არ გამომიყვანო მეთქი. გაფრთხილებდი რომ არ გაპატიებდი. მე ცუდი არაფერი ჩამიდენია. მას შენ საქციელს რა ქვია? საღად ვერავინ აზროვნებთ. ესე იგი შენ აზროვნებ საღად. გთხოვე მათთან კავშირი გაგეწყვიდა, შენ კი დაურეკე და აქ მოიყვანე. გთხოვე მათთან არ გემუშავა, შენ კი ადექი და მასთან ერთად ბრენდის წარმოება გადაწყვიტე. გეუბნებოდი ახლოს არ გაკარებოდი. კარგად იცი ამ სახლის მოწესრიგება რის ფასად დაგვიჯდა. ხო, იმის მაგივრად რომ ზაფერისგან და მისი შვილებისგან თავის შორს დაგეჭირა, ერთი მათგანი აქ არის. მეორესთან კი ჩემი შვილია. ბიძია იბრაჰიმ, საქმე მე თუ მეხება წავალ. არა, არ მაღან. თუ ასე ამოშორდი აქედან, თვალით აღარ დამენახო. ზაფერის და მისი ვაჟის შვილების გამოხდომები ყელში ამომივიდა. საკმარისია. საკმარისია. შეიძლება მე ყველაფერი მითხრა, მაგრამ არ მაღანთან ასე ლაპარაკის უფლება არ გაქვს. შენ ასეთი ადამიანი არ ხარ. არ მაღანს მოუწია აქ მოსვლა. სხვაგან წასასვლელი არ ქონდა? ხო, არ ქონდა. არა. აქ ობოლთა თავშესაფარი არ არის. დევა, შვილო, არა, არა. არაფრის ახსნა არ გინდა, ოსტატო იბრაჰიმ. İbrahim Usta ben... ყველაფერი მშვენივრად გავიგე.
მართალი ხარ? ეს თავშესაფარი არ არის. არავის არ უნდა იზრუნო. არავის წინაშე ვალდებული არ ხარ. გასაგებია. არ მაღან მივდივართ. დევა, ეს არ მქონდა მხედველობაში. დევა, ნუ სულელობ. დევა. გეღობ აქ თხოვ. შვილო, არ გინდა. შვილო, შეჩერდი. სადმე დიხარ? გამიშვი. აქ ვეღარ დავრჩები. გამიშვი. ამის ხმა არ მინდოდა. მე შენ დანარჩენებისგან არ გამირჩევი ხარ. ეს არ მინდოდა. დამიჯერე. იმედია ასეა, თორემ უფრო მეტად ტკივნეული იქნებოდა. დევა, დამშვიდი. არ გინდა შვილო. დევა, შეჩერდი. დევა. ეს უსამართლობაა. ეს გულით არ უთქვამს. მივდივართ. დევა, გთხოვ, მივდივართ. გთხოვ, მას ეს არ უნდოდა. შვილო, მოიცადე. დევა. შვილო. ნუ წახვალ. დევა. დევა, გაჩერდი. გადმონდი დავილაპარაკოთ. სად მიდიხარ? დევა. დევა. მამა, დევა. მამა. კარგი. დევა. დამშვიდი, თორემ ისევ ცუდად გახდები. მას დავილაპარაკები, დავამშვიდებ. სახლში დავაბრუნებ. გთხოვ, დამშვიდი. დევა, ბიძია იბრაჰიმი ძალიან იყო გაბრაზებული, ჩემი ბრალია. შენ არაფერ შუაში ხარ არ მაღან. არ გინდა, ბიძია იბრაჰიმი ასეთ რამეს უმიზეზოდ არ იტყოდა. მისთვის პრობლემა მე ვარ. მოდი მივტრიალდეთ. არ მაღან თავს ნუ იდანაშაულებ. შენ რა ჩემი ძმა არ ხარ? არ მიგატოვებ. თავს ნუ იტანჯავ. შეწყვიტე ტირილი. მისმა სიტყვებმა აღმაშფოთა. თავი ობლად პირველად ვიგრძენი. მეც დევა. მეც. ვერ ვიჯერებ რისი გადატანა მოგვიხდა. ის თავს არასდროს დაგვანებებს, არასდროს. მისი სიტყვები გაიგონე? თითქოს ამაყობს იმით, რომ მიგვატოვა. გავიგონე. გეფიცები ვერ ვიჯერებ. თურმე უყვარდა. მაგრამ განას სიყვარული ასეთ მსხვერპლს მოითხოვს. ის რომ შენმა ძმამ მისი ქმარი მოკლა, სიმართლეა? შიშობ სიმართლეა. ცხოვრება სავსეა ინტრიგებით. რა უცნაურია, არა? მე ერთ როგორც ხედავ, ამ ყველაფრით აღრთოვანებული ხარ. გულენდა მღვთვის გულისათვის რა სისულელეს ამბობ? განა არ ვიცი ეს რამ ხელა ტრამბმა. განა არ ვიცი რა რთულია ამის გადატანა. ხო. ხო, მართლა არაფერი შეგინიშნავს? როცა ზაფერი შემოვიდა, აშკარად ღელავდა. გარა გვერდით გადგა. გახსოვს? არა, ეს რატომ მოხდა? დედაჩემის დანახვაზე გარა გვერდით რატომ უნდა გამდგარიყო? ვიკითხე ადრე ერთმანეთს თუ იცნობდნენ. ერთმანეთთან რამე თუ აკავშირებდათ? არა, ერთმანეთთან არაფერი აკავშირებთ. არ მესმის რა გემართება. ჭორაობ შენს გონებაში სცენარებს აწყობ. შენ რა, მოიწყინე? ამ სახლში როგორ შეიძლება ვინმე მოიწყინოს? ყოველ დღე რაღაც წარმოდგენა იმართება. გასაგებია. არ ჩანს. მიდი, კარგი.
მიამაგრე, მივამაგრე, მაგრამ კინაღამ გამომიჭირა. მეგობარმა რა გითხრა? გასაღები მოგცა? მომცა. ნამდვილი მეგობარი ყოფილა. გასაღები აიღო და მოგცა ყოჩაღ. ხო, ასეთია. Öyle ama zaten onlar da... მაგრამ ის სახლი ძირითადად სარეელია, მხოლოდ ზაფხულობით ჩადიან ხოლმე. Ay neyse. კარგი, biz gidelim de იქამდე დიდი გზაა, წავიდეთ. başımızı bir sokalım. წავიდეთ. ისევ რეკავს, თავი მომაბეზრა. ტელეფონი გამორთა. მე გამოვხდე და ვეღარავინ მირეკავს. მართალი ხარ. აბონენტი დროებით მივწვდომელია. დარეკეთ მოგვიანებით. Yok önce meşgul. არა ჯერ დაკავება იყო, ახლა გათიშა. ღმერთო, იმედი არაფერი შეემთხვათ. იბრაჰიმ ენა გქონდა ამოსაგლეჯი. მამიკო, ნუ ნერვიულობ. უნდა დამშვიდდე. წნევა აგიწევს. შემეშვი, მიდი დაურეკე. უკვე გვიანია, ისინი კი არ ჩანან. დევაც და არმაღანიც განერვიულებულები იყვნენ. კარგი, კიდევ დავრეკავ. რამდენი ხანია წავიდნენ, ღამეს სად გაათენებენ. აბონენტს დროებით ვერ დავუკავშირდებით. არა, ვერ ვუკავშირდები. მორჩა, წავედი, მიდი. საით, დაუჩქარე. ამ შუაღამეს სად მივდივართ? ვიცი, სადაც უნდა ვეძებო. ჩანთა აიღე და წამოდი. კარგი, დამელოდე, მოვდივარ. მამა, დამელოდე. წყლის გზას დაადგნენ ძმაო. აჯობებს მაშუქი ჩააქრო, არ დააფრთხო. Gitmesin keklikler. Nasıl yok? ეს რა გზაა, როგორი ჩაბნელებულია, განათებული რატომ არ არის? ნელა მივდივარ, ნუ დაიძაბები. მივდივართ, მაგრამ იმედი არ დავიკარგებით. ნუ გეშინია მისამართი ამიხსნეს, მაგრამ ცოტა დავიბენი. Devam edeceğiz dümdüz. პირდაპირ ვივლით. ტელეფონები გათიშული გვაქვს. ადგილმდებარეობა უცნობია. არ მაღან გეუბნები, სწორად მივდივართ. აქ მხოლოდ ერთხელ ვიყავით, ანაც თხისით. Aslında bu yok გზა ძალიან ლამაზია. ბევრი ხეია. ახლა ბნელა და ამიტომ არ ჭანს. olduğu için görünmüyor. არა. აბონენტი დროებით მივწდომელია. სადით მოგვიანებით. სად ხარ? resmen. ამ ქალს ვერაფერი შეაჩერებს. ახლა რას გააკეთებს? Çok merak ediyorum bir sonraki რა აზრი აქვს გონებაში? შუა წვეულებაში თავს მეხივი დაგვატყდა, შოკში ვარ. დევას ვინმე ელაპარაკა? ძმაო, მამამ დაურეკა და წავიდა. ბეფას ვუთხარი. ამის მერე ვინმე ელაპარაკა? შვილო მოხდა რამე? ვურეკავ და არ მპასუხობს. ნერვიულობა ნაადრევია, ალბათ ტელეფონი დაჯდა. Sadece şarjı bitti. რატომ ნერვიულობთ? არა, რაღაც ისი არ არის. დევას მამა მოვიდა, ორანჟერეაში გელოდებათ. მოდი ხარ? მოვდივარ ძვირფასო. მიდი და მეც მალე მოვალ. დაგეწევი. მიდი. დევას უთხარი რომ ახლავე გამოვიდეს. დევა აქ არ არის. ნუ იტყუები აქ არის.
არ ვიტყუები. უთქვამს მამასთან მივდივარო და სახლიდან გავიდა. 3 საათია ვურეკავ, მაგრამ ტელეფონი გათიშული აქვს. მამა დამშვიდი. ყველაფერი კარგად იქნება. სრაფად წყალი მოიტანეთ. დევა აქედან სახლში მოვიდა, მაგრამ მამასთან იკამათა. ახლა ვეძებთ, მაგრამ არსად არის. ღმერთო დამეხმარე, საშინელებები უთხარი, გული ვატკინე. სახლიდან ჩემ გამოწავიდა. იპოვე ჩემი შვილი. იპოვე. მისი პოვნა მხოლოდ შენ შეგიძლია. კარგი, ნუ ღელავთ. Hemen herkes haber. ახლავე ყველა შეატყობინე სრაფად. შენ შევიდეთ, დაგსვამთ. უკაცრიელი მიყრუებული ადგილია. ტყუილი იქნება თუ გეტყვი რომ არ მეშინია. ცოტა მეც მეშინია, მაგრამ არ ვიმჩნევ. ასე ორივესთვის უკეთესი იქნება. ხომ გვინდა რომ არ გვიპოვონ? ხომ ასეა? Bulamasını istiyoruz ya. Bulamazlar işte. თუ ასე შევხედავთ, აზრი აქვს. სად არის ეს სახლი? გონი სხვა მიმართულებით მივდივართ. Ya sen მენდობი? სიმართლე გითხრა, მანქანის მართვის შენი მანერა არ მომწონს. Allah Allah. მართლა? Nankör. რა უმადური ხარ? Ne oluyor ya? რა ხდება ეს რა არის? რა საჩვენებს? Lastik. არ ვიცი ასეთ რამეებში ვერ ვერკვევი. საბურავი სიმბოლო გაჩნდა. გზიდან გადააყენე, უნდა ვნახოთ. ძმაო, იმუშავა. საავარიო ჩართო, მანქანა საჩერებს. ეს გოგო სად წავიდა? ღმერთო, წუთით მაინც მომეცი სიმშვიდე. ყველა დევას და არმაღანს ეძებ, შენ აქ რას დამჯდარ ხარ? შენს ბოს დაურეკე? მითხარი? უკვე თავი მომაპეზრე, მაგრამ ახლა შენი ჯერი დგება. მალე ადგილს მოგიჩენ. სიცოცხლე მოგბეზრდა? შარს ეძებ? აღიარე რომ ჩემი მოკლა გინდა. შენ უბრალოდ იყეფები. მიდი მომკალი, მიდი. სიმართლე გითხრა? არაფრის თავი არ გაქვს. სამწუხაროდ შენ ეს გინდა თუ არა? ჩემი ატანა მაინც მოგიწევს. ღმერთმა დაგწყევლოს. უამრავ ნაძირალა შევხვედრი ვარ, მაგრამ შენისთანა ჯერ არ მინახავს. თუ ასეთი მაგარი ხარ, წადი და გულენდამს უთხარი, რომ მისი ქმარი დევას ყოფილი საქმროა. მიდი და უთხარი. შენ პისტოლეტი ხარ. ცარიელი ვაზნებით. ისვრი, მაგრამ არავის ხვდება. დიახ, კარგვეთ, ჩემი გამოგზავნილი ნომრიდან დილიდან ზარები ვისთან განხორციელდა. კარგი. თქვენგან სიახლეს დაველოდები. ინფორმაციისთვის გმადლობთ. რა გითხრეს? იპოვიან? შეეცდებიან სიგნალით დაადგენენ. ინფორმაცია ყველას გადავეცი. Baksana. შეხედე. რაღაც შეერჯო. საბურავი ამიტომ დაეშვა. ახლა რა უნდა ვქნათ? რა უნდა ვქნათ? ტექნიკურ ჯგუფს დავურეკოთ. მოვლენ და დაგვეხმარებიან. თუ ასეა დარეგე. ტელეფონი ჩართულია, მაგრამ კავშირი არ არის. შენთან რა ხდება? არც ჩემი მუშაობს. დავიცადოთ, იქნებ ვინმე გამოჩნდეს. სხვა გზა მაინც არ გვაქვს. ჯანდაბა.